შენს მეგობარ სტერლინგს მშვენიერი მეუღლე ყავს, ასევე ილია თოფურიასაც. არ გაძლევენ ისინი რჩევებს სოლის მოყვანასთან დაკავშირებით. კი, ორივეს უნდა რომ დაოჯახდე, მაგრამ ხო ხდები, ჯერ ძებნაში ვარ. ზოგჯერ შეიძლება ეს მოულოდნელადაც მოხდეს. კი, ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ გააჩნია ვითარებას. როცა მართლა დავიწყებ ძებნას, ბოლო-ბოლო გამოჩდება. წინა ინტერვიუში გარკვეული პირობები ჰქონდა. როგორც ვიცი, შვილები გინდა. რამდენი ბავშვი სკოლას აპირებ? წინასწარ რომ იცოდეს შენ მომავალ მეუღლე. ალბათ 10. რა სიძახი? ხო, 10 ბავშვი მინდა. თუ მეუღლე შეძლებს, თუ არა და შეგვიძლია სუროგატი დედაც ჩავთოთ საქმეში. არ ვიცი, ეს ტექნოლოგიები. საერთო ჯამში ბევრი ბავშვი მინდა რომ მყავდეს. ალბათ გინდა ორი კალათბურთის გუნდი ჩამოაყალიბო? რატომაც არა, მე ძალიან მიყვარს ბავშვები, ამიტომ კარგი მეუღლე მინდა რომ მყავდეს ბევრი ბავშვები. ყველაფერი გასაგებია, ანუ შენ მხოლოდ 10 ბავშვი გინდა. შეიძლება მეტიც. 10-ზე ნაკლები არა, ანუ შენი მოთხოვნა 10 ბავშვი ან მეტი. კი. გავიგე შანხაიში მოგზაურე, გოგო შენ იქ ძალიან მოეწონე. ქალები გეხვეოდნენ და შენ ხელს აწერდი მათ სხეულის ყველა ნაწილზე. დიახ, ასეთი რამ ნამდვილად მოხდა. შანხაიში ალჟემაისტერთან ერთად იყავი, მან მოიგო ბრძოლა, როგორც ვიცი და ამის მერე მოგვიყევი რა მოხდა. დააგემოვნეთ ტრადიციული კერძები და გაიცანით ადგილობრივი კულტურა. დიახ, ჩინეთის ასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის. შანხაი კი საოცრება ქალაქია. ვგულისხმობ, რომ იქ ძალიან შთამბეჭდავი შენობებია და ერთი სიტყვით ძალიან მომეწონა. ჩინეთი დიდი ქვეყანაა, დიდი ქალაქებით და სიმართლე გითხრათ გაკვირვებული დარჩი ცხოვრების დონით. ამას დამატებული ალჟოს გამარჯვება, მოკლედ ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო. შემიძლია გასავლო რამოდენიმე ფრაზა ჩინურად, რომელიც დაგეხმარება გოგოების დაკერვაში. კაი, სანამ ხალასტოი ვარ გამოუშვი. რა თქმა უნდა, სანამ უცოლო ხარ. გასაგებია, გთხოვ, მასწავლე. 你很漂亮。你很漂亮。 ეს ნიშნავს შენ ლამაზი ხარ. Okay.你很漂亮。 ასე რომ ვიძახი, ესე იგი კომპლიმენტია. მგონი ისევ შანხაიში ვრუნდები.你是我的宝贝。你是我的宝贝。 ეს ნიშნავს შენ ჩემი ბეიბი ხარ. მათ ეს სიტყვები მოწონთ? Yeah. განსაკუთრებულად შენი კილო. ესე იგი ეს სიტყვები მოწონთ. ძალიან კაი, კილოზე ვიმუშავებ. 你好 fine shit。你好 fine shit。Yeah, I don't speak English, I don't speak Chinese. ყველა მელოდება შენ ბრძოლას კორის ენხეგენთან. ამ დივიზიონის ყველა უძლიერეს სპორტსმენთან იგი ბრძოლია. ცოდნით რომელ ადგილზე გაიყვანდი კორის. დღესდღეობით სენთეგენი ჩემი შემდეგი ოპონენტია. ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. ის ნამდვილად საშიში მეტოქეა. მაგალითად მისი მფრინავი მუხლი. არასდროს იცი როდის შეგიტევს და ეცდება შენს გათიშვას. ასევე ის საბმიშენებითაც გამოირჩევა და აქვს კარგი კარდიო. მოკლედ ბევრი იარაღი აქვს და დიდი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ ჩემი ბრძოლები შესწავლილი აქვს, ამიტომ ამ მომენტისათვის კორი ჩემი ნომერ 1 მეტოქეა. He is number 1 for me now. როგორ წარმოგიდგენია ეს ბრძოლა? რას ხედავ წინასწარ? მისი დაფინიშება მინდა, როგორც წინაზე ვიძახდი. მინდა დგომში ბრძოლა. თუმცა ეს ყველა ვიცით, რომ შერეული ორთა ბრძოლებია და ყველაფერი მოსალოდნელია. შენი ძახი რომ 50 წლამდე აპირებ ბრძოლას. რა სიტყვი ამაზე და რა გეგმები გაქვს? დიახ, მე ვცდილობ სუფორმაში ვიყო, ამისათვის ყველაფერს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ჩემი გეგმა რაც შეიძლება დიდხანს დავიცვა ტიტული. მგონი კიდევ 16 წელი ზედიზედ არარეალურია ვიყო ჩემპიონი. შეიძლება ხამარი დავკარგო, მე ისევ დავიბრუნო, დავმარცხდე, გავიმარჯვო, მაგრამ 50 წლამდე ჩხუბი ნამდვილად მინდა და ეს ჩემი მიზანია. ვიცი რომ ეს ბრძოლა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოსთან შენი ოჯახია ჩამოსული, ხომ ასეა? Georgia, right? კი, მართალი ხარ, ჩემი ძმა ჩამოდის თავის ბავშვებთან ერთად, ჩემი მეორე ძმაც აქ იქნება თავის მეუღლესთან ერთად. ასევე ახლონათესავებიც იქნებიან, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბრძოლის შემდეგ ღმერთმა ქნას გავიმარჯვებ, ისინი ყველა შემოვლენ ოქტაგონში და გადავიღებთ სამახსოვრო ფოტოებს. შემდეგ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ გამარჯვებას აქ ლას-ვეგასში, ამიტომ ეს ყველაფერი ბედნიერს ხვდის. UFC-ში შენ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, ამიტომ მაინტერესებს შენი აზრი ამ ორგანიზაციაში საუკეთესო მოჭიდავე ვინ არის? In the UFC right now. ალბათ პაჩი მიქსი არის ერთ-ერთი საუკეთესო. განურჩევლად წონისა?
ილიაც უძლიერესია, უბრალოდ ჯერ არ გვაჩვენებს თავის შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ისლამ მახაჩევი, ხამზად ჩიმაევი, ასევე პანტოჟაც, ალჟმე სტერლინგიც, არმან სარუკიანიც, გამროტიც, ჩარლზ ოლივერაც, 70-ში ბელალ მუხამედი, კი, კამარუ უსმანის, რომელიც ბოლო შეხვედრაში კარგად გამოავლინა თავი, ერნანდესიც არ მინდა გამომრჩეს. ორას ხუჩინუ ანკალაევიც კარგია, მაგრამ უფრო დგომში ურჩევნია ბრძოლა. აი პერეირასთან, მაგალითად მე რომ მქონდეს ბრძოლა, უფრო ვიჭიდავებდი. რა საჭიროა რისკი, როცა ის ასე ძლიერად ურტყავს. კი, ალმეიდაც კარგია მძიმე წონაში. ასპინალი? ასპინალი კარგია, მაგრამ მას სტრაიკინგი უფრო უყვარს, თან ის ძალიან სწრაფია. შენ ისლამი ახსენე, ის დივიზიონს იცის, როგორ ფიქრობ, ის GDM-ს ტიტულს წაართმევს? ისლამისთვის ეს მძიმე ბრძოლა იქნება, თუმცა მას შეუძლია მეორე ტიტულის მოპოვება. GDM-ი საუკეთესო მებრძოლია, კარგი სტრაიკერი, მაგრამ ისლამი თავისი ჭიდაობით ყოველთვის დომინირებს. ჩვენ კი ყველა ვნახეთ GDM-ის ბრძოლა ბილალ მუხამედთან. ისლამი აქედან სათავისოდ ბევრ გაკვეთილს გამოიტანს და სტრატეგიაში შეიტანს კორექტივებს. მძიმე ბრძოლა გველის და ისლამს ნამდვილად შეუძლია მოიპოვოს მეორე ტიტული. ხამზატი და ფლაფი ახსენე. ფიქრობ ხამზატი დიდხანს იქნება მწვერვალზე თუ აქვს ფლაფის შანსები? დღეს ხამზატი საუკეთესოა თავის დივიზიონში. ფლოფის კი შეუძლია კაი ბრძოლა შემოგთავაზოს, მაგრამ და ბოლოს რას ეტყოდი MMA-ს გულშემატკივრებს? ეხლა ამ ვიდეოს თუ უყურებენ, ესე იგი ვასილი ასლანიშვილის არხზე არიან. მოუწოდებ ყველას გამოიწერონ ეს არხი და დაწერონ კომენტარებში. რას ფიქრობენ, როგორ დასრულდება ჩემი და კორის ბრძოლა? წარმატებები ყველას.